ვისოლის სოკარი, გალფი, ლუკოილი და რომპეტროლი ამ 5 კომპანია საქართველოში მოქმედი ბენზინგასამართის სადგურების 90%-ზე მეტი ეკუთვნის. ახალმა მთავრობამ თითქმის 6 თვის განმავლობაში ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეცვლასა და ფასების მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ მიაღწია, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო პროგრესის ბოლომდე ელის. პარალელურად ბრენდული კომპანიები ავტოგაზის ქსელის განვითარებას აგრძელებენ. ეს არის სახანძრო მანქანა, ეს არის მოძრავი ქონება, სამშენებლო მასალები, ეს სარეკლამო წარწერები და ვაგონი, რომელიც დარჩა ჩემი პატიმრობიდან გამოსulis შემდეგ. ჯემალ ლეონიძეს იმედი აქვს, რომ წართმეულ ბიზნესს მალე დაიბრუნებს. ქონება, რომელსაც კომპანია მაგნატი ფლობდა, დღეს ბაზარზე მოქმედი 5 მსხვილი მოთამაშიდან ერთ-ერთის გალფის საკუთრებაა. თუ ბიზნესის წარმოების საშუალება მიეცემა, ამბობს, რომ ბენზინის რეალიზაციას დაბალ ფასში მოახდენს. ლეონიძის განცხადებით, მდგომარეობა ქვეყნის ეკონომიკაში უკეთესობისკენ უკვე შეიცვალა. მონოპოლიები იმსხვრევა. არტელური გარიგებები, რომლებიც უძილობელს ხდიდნენ პატარა კომპანიებს, რომ თავიანთგან შეეძინათ საწვავი, მე მგონი ეს დრო დამთავრდა და ყველას შეუძლია ინდივიდუალურად შემოიტანოს თუ აზიური, აზერბაიჯანი თუ ევროპული საწვავი ინდივიდუალურად. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ კონკურენცია ბოლო თვეებში მართლაც გაიზარდა, თუმცა ფასის შემცირება ძირითადად არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეინიშნება. ყველაზე მოხმარებად პროდუქტზე რეგულარის ტიპის აწოვზე, როგორც ვთქვით, არის საკმაოდ მრავალფეროვანი, დაწყებული როგორც 95 დამთავრებული 2 და 14 თეთრით. შესაბამისად, კომპანიებს შორის არის მართლაც მნიშვნელოვანი კონკურენცია. რაც შეეხება თვითონ ფასების კორექტირებას, ეს ცალსახა და პირდაპირ მნიშვნელობა არ აქვს. ეს ცნობილი კომპანია იქნება თუ არაცნობილი კომპანია, ყველა ორიენტირებულია საერთაშორისო ფასზე, ეგრეთ წოდებულ პლაცის ფასზე. ბაზარზე ალტერნატიული მიმწოდებლების გამოჩენას ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროში. ორმა ბიზნეს ჯგუფმა უკვე მოიძია ფინანსური რესურსები და საწვავის შემოტანის შემდეგ ფასების კლება დაფიქსირდება, ვარაუდობს გიორგი კვირიკაშვილი. სატელევიზიო ინტერვიუში მინისტრმა აღიარა, რომ კომპანიებს ამ ეტაპზე პირადად ეხმარება. პირადად მე რამოდენიმეჯერ მომიწია ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ დონეზე ამ კომპანიებისთვის დახმარება. ცოტა უხერხულიც კი არის, რა თქმა უნდა, რომ მინისტრი ეს საკითხებში პირადად ერევა და დაუშვათ იქ მათ ლოჯისტიკურ საკითხებში ერევა, მაგრამ სხვა გზა ჩვენ არ აქვს. მთავრობის ძალისხმევას მიესალმება დემუღ გიორხელიძე, თუმცა სასურველია მსგავსი საკითხების გადაწყვეტა ეკონომიკის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის გარეშე ხდებოდეს, აცხადებს ექსპერტი. თავისთავად ცხადია, ნავთობპროდუქტებზე ფასები დაიწევს და იგი გახდება ისეთი, რომელიც შესატყვისი იქნება გონიერ მოგებასთან და შესატყვისი იქნება იმ დანახარჯებთან, რა დანახარჯებიც თავისთავად იმპორტირებასთან არის დაკავშირებული. ბენზინზე მაღალი ფასის პირობებში მომხმარებელთა ნაწილი ალტერნატიულ საწვავს ირჩევს. ავტოგაზის ბაზარზე უფრო მეტი ბიზნეს მოთამაშეა, თუმცა მსხვილი კომპანიები გალფი, სოკარი და ვისოლი ამ სეგმენტშიც პოზიციების განმტკიცებას ცდილობენ.